საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, სულ ნახევარი წუთი შევიცადოთ, ბევრს აინტერესებს ახლა ეს ინფორმაცია კწანისის ტყეპარკთან დაკავშირებით და იმედია რამდენიმე ადამიანი შემოვიდეს და დავიწყოთ. დავინახო ჯერ არ ჩანვარ, არ ვიცი არავინ არ ჩანს. ხო, მეგონი რომ ყველაფერი რიგზეა. თუ ეხლავე პირდაპირ ეთერში არ შემოვლე, შემდეგში ნახავენ. მოკლედ ძვირფასო თანამემამულენო, დღეს ატყდა მთელი პანიკები კწანისის ტყეპარკში, რომ დაიწყო უკვე ესე იგი ამ არაბული კომპანიის Eagle Hills-ის პროექტის განხორციელება. სიმართლეა ეს აბსოლუტურად, თუმცა ეხლა პანიკების დრო არ არის და ეხლა უნდა სწორი მოქმედება აბსოლუტურად და არა წივილ-კივილი და რაღაცა ვიღაცების ქულების დაწერა. აქ უნდა მამულიშვილური ბრძოლა და გულთან მიტანა. ეს არის სერიოზული სერიოზული ძალას უნდა დაუპირისპირდეს ქართველიერი და სერიოზულ დიდ თანხებს. 6 მილიარდს კი არა, შეიძლება 15 მილიარდს კიდევ. გადარჩენაზეა ლაპარაკი, ყოფნა არ ყოფნაზეა ლაპარაკი და აქ თუ არაბული ეს ქალაქი აშენდა, მე მშვიდად ვეღარავინ აღარ გაელვით ქალაქში და აღარც ხმამაღლა აღარავინ გასაუბრებს მე ქართულად. ეხლა რაც შეეხება რა ხდება იქ. ზუსტი ინფორმაციას გაწვდით. შესულია უკვე ტრაქტორი და ბურღავენ და სინჯებს იღებენ, მაგრამ ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ უკვე გუშინ და დღეს უკვე შედის კამაზები და იქ დიდი ტერიტორია იცით თქვენ და ძალიან კარგად ისე შენიღბავენ ყველაფერს, რომ მე ერთიანი მოქმედება დაიწყონ. ასევე საგულისხმოა ის, რომ ამას ველოდებოდით ჩვენ, რომ აგვისტოს თვე არის მაინც ისეთი, რომ თბილისი სანახევროდ იცლება და ხალხის დიდი მასა რო არ იყოს, ესეც გათვლილი აქვთ, რომ ქართველიერი არ დაუპირისპირდეს. მოკლედ რა შეიძლება გავაკეთოთ ახლა? მე გაფრთხილებდით რამდენიმე ორი კვირის წინას და რამდენჯერ მოგიწოდეთ 4 შაბათობით, ახლა იმას არ ვიძახი და წუწუნის დრო არ არის, თუ აი რატომ მეტი არ მოვიდა და მობილიზაციისთვის და ჩაწერისთვის, რომ ყველას დაუკავშირდეთ და ასე და ისე. ეხლა არის მოქმედების დრო, ამიტომ მე ხვალ ერუსთაველის 18 ნომერში 13 საათიდან ვიქნები დაახლოებით 16 საათამდე, 4 საათამდე. თუ ვისმეს კიდევ სურვილი აქვს იქ მობრძანდეს ფეხით, იმიტომ რომ გადათხრილია და იქ მანქანებით ვერ მოხვალთ. საღამოს 18 საათზე ქართველთა დიდი გაერთიანება კწანისის ტყეპარკის შესასვლელში გავაკეთებთ ახლა ხვალ გამაფრთხილებელ აქციას და ეს იქნება ის ტესტი, რომ ჩვენ აი ამ რეჟიმს საბოლოო დავემუქრებით, ან უნდა გავწყვიტონ, ან უნდა გავიმარჯვოთ. ესე იქნება, ეს პროექტი არ განხორციელდება. ამიტომ ხვალ ყველა 18 საათზე კწანისის შესასვლელთან, ვინც კი პატრიოტია თბილისიდან, დაქოქოს მანქანა მოვიდეს იქ, გახდეს მოხალისე სამშობლოს დასაცავად, თუ არა და გადაგვივლიან არაბები სულ მალე. ეს არის მეგობრებო, მე დიდხანს არ გავაგრძელებ არაფერს. ხვალ ჩვენ გვექნება სერიოზული აქცია შესასვლელთან, ჩავთავთ მიკროფონებს, გავაგებინებთ ამ მურვანყლუებს, ამ გამყიდველ ხელისუფლებას, გამყიდველ რეჟიმს, მოღალატე რეჟიმს, სამშობლოს გამყიდველებს, გავაგებინებთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ თუ ამ პროექტის განხორციელება უნდა, ჯერ ჩვენ უნდა გადაგვიარონ და ჯერ ჩვენ უნდა დაგხოცონ. აი ესე იქნება ეს. ხვალე 18 საათზე ქართველთა დიდი გაერთიანება მოუწოდებს თელ ქართველ ჯანსაღ საზოგადოებას კწანისის ტყეპარკში მოვიდეს.
არ ვიცი ახლა ზოგი ამობს ზუსტად არ ვიცი რა ავტობუსები მოდის ზოგი მანქანით რა ვიცი მილიონი მანქანაა თბილისში ზოგი ამბობს რომ 331 მოდის ზოგი 345 ამბობს ზეც შესასვლელთან მოდის ხალხო და დიდძალი ხალხი უნდა მივიდეთ ამ გამაფრთხილებელ აქციაზეც ყველამ გააზიარეთ გთხოვთ რაც შეიძლება ბევრს უნდა მიწვდეს ეს ინფორმაცია აქ წაგება არ შეიძლება ეს წაგება იქნება საქართველოს დამარცხება ყველა სასულიერო პირს ვინც ჯანსაღია დღეს უნდა მოვიდეს იქ უნდა მოვიდეს გამოისყიდონ ის ცოდვა რაც ჩაიდინა საპატრიარქომ როდესაც ამ გამყიდველებს მიყიდეს და გადაუცვალეს ბობოყვათში ყველა უნდა მოვიდეს ერი ბერი იქ უნდა დადგეს ხვალ 18 საათიდან იწყება ძალიან დიდი წინააღმდეგობა აი ამ რეჟიმის წინააღმდეგ არავითარი აღარაფერი მოთხოვნები აღარ იქნება აქ ეს მთავრობა უნდა გადადგეს აი ეს უნდა იყოს მშვიდობიანი მოთხოვნა ქართველი ერისა ყველა ხვალ დგებით წანიშის შესასვლელთან 18 საათზე ყველას გელოდებით მამული შვილებო დაქოქეთ მანქანები გამოდით ყველანი დავდგეთ ერთად და დავგეგმოთ ის როგორ მოვიცილოთ ეს მზაკვრები ეს ერის ქართველი ერის მჩაგვრელები ქართველი ერის გენოციდის არ ვიცი მე 35 წელია ქართველი ერის გენოციდს ეწევიან და უნდა მიხვდეთ ეხლა ყველგან აყარეს ქართველები სადაც კი ქოხი ქონდათ ყველგან ზოგან ირანელებს ასახლებენ ზოგან რა ქვია იმას არაბებს ასახლებენ ზოგან ინდოელებს ასახლებენ კახეთში რა უნდა ინდოელებს და ნუ მოკლედ მეგობრებო უმძიმესი მდგომარეობაა ჯერ არ არის საგანგაშო მე არ ვიზახი რომ ემოციებს ავყვეთ ეხლა გვჭირდება სიდინჯე ერთმანეთის თანადგომა გვერდში დგომა და აი ჯანსაღი ბრძნული მოქმედებებით ჩვენ იქამდე უნდა მივიდეთ რომ ეს რეჟიმი თუ კი აი ეს გააგზელებს ხვალიდან ისევ გადავაყოლოთ აი ამ ყველაფერს და დავასრულოთ ამ მოღალატეების პარპაში ამ ქვეყანაში ეს არის მეგობრებო წითელი ხაზი და ამას ქართველთა დიდი გაერთიანება არ დათმობს ცოცხალი თავით ყველა წევრი შევეწირებით და არ დავთმოთ აი ამას ხვალე ყველას ველოდებით 18 საათზე წანისის ტყეპარკის შესასვლელთან რაც შეიძლება გადააზიარეთ მეგობრებსაც დაურეკეთ ყველამ გააზიაროს ყველა უნდა ვიყოთ იქ ხვალ მე რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვიმეორებ პირველი საათიდან 15-16 საათამდე საღამოს 4 საათამდე ვიქნები ოფისში ქართველთა დიდი გაერთიანების ოფისში 3 საათის განმავლობაში და ვისაც სურვილი აქვს და ვინც მოხალისია მობრძანდეს იქ მადლობთ ყურადღებისთვის ღმერთი იყოს ჩვენი ფარველი იწყება სამშობლოს გადარჩენისთვის ბრძოლა უმნიშვნელოვანესი და ბედნიერი უნდა იყოს ის ქართველი ვინც ამ ბრძოლაში მიიღებს მონაწილეობას სამშობლოს დასაცავად მადლობთ ყურადღებისთვის